დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 პირის ვლადიმერ გველესიანის, სერგო მეგრელიშვილის, ზურაბ ჭავჭაინძის, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩოვას, გენადი კუპრეიშვილის, ლაშა ივანიძის, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშის, ხვიჩა გოგოხიას და რამაზ მუმლაძის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები განიხილეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი ზურაბ ჭავჭაინძე პროტესტის ნიშნად უკვე 59 დღეა რაც ციხეში შიმშილობს. ხტომაზე მან დამსწრეებს, მათ შორის მოსამართლესაც ახალი წელი მიულოცა და პოლიტპატიმარ მზია მაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადა. პირველი დღიდანვე ჩემი ასე ვთქვათ შეფასება ის იყო, რომ ბრალდების მხარეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც კი არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათ შორის ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ირიბად მაინც, რომ ზურაბ ჭავჭაინძემ ჩაიდინა ის ქმედებები, რასაც ედავებიან. მინდა გითხრათ, რომ ბრალდების მხარის პოზიციით ზურაბ ჭავჭაინძემ ჩაიდინა სტრატეგიული ობიექტის ბლოკირება ხელში ჩაგდების მიზნით და ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. არც ერთი კადრი, არც ერთი მოწმე, ვერც ერთი მტკიცებულება ვერ უზრუნველყოფს იმის დადასტურებას, რომ ზურაბ ჭავჭაინძემ განახორციელეს საერთოდ და ძალადობრივი ქმედება და არათუ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება, განზრახვა მას ვერანაირად ვერ უდასტურდება, ვინაიდან წარმოდგენილ მტკიცებულებებში და ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ზურაბ ჭავჭაინძე ავიდა ჯებირთან, მივიდა და ჩამოჯდა უბრალოდ. ანუ განზრახვა რაში გამოიხატა, რომ შეიჭრებოდა რა ქმედებაში გამოიხატა, ეს გაურკვეველია და ბრალდების მხარის ბრალის დადგენილებაშიც კი არა აქვს მითითებული აღნიშნულთან დაკავშირებით. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 14 პირს ბრალდების მხარეს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.